ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი მოგესალმებით მეგობრებო, დღეს 18 აპრილია, შაბათი დღე, პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს სამედიცინო გადაცემა იმედის კლინიკა, რომელსაც სერგო კობალავა უძღვები, უახლოესი 9 საათის განმავლობაში ვისაუბრებთ თქვენთვის შევარჩიეთ დღეს ანგიოლოგიური საკითხი, სტომარით ქვეყოლება, რომელიც ამ თემის ირგვლივ შეეცდება მაქსიმალურად ამომწურავი პასუხები გაგვცეს და იმ კითხვებსაც უპასუხოს, რომლებიც თქვენ უკვე გამოაგზავნეთ იმედის კლინიკის Facebook-ის გვერდის საშუალებით თემის ანონსის შემდეგ. კითხვების გამოგზავნა ასევე შეგიძლიათ გადაცემის ამოწურვამდე, მისამართზე იმედის კლინიკა რადიო იმედი, ასევე შეგიძლიათ დარეკოთ სტუდიაში ნომრებზე 292 1188 292 ჩვენ კი რამდენიმე წამში მივესალმოთ დღევანდელ სტუმარს და გავაჟღეროთ ის თემა, რომლის ირგვლივაც აიგება დღევანდელი გამოშვება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. მაშ მეგობრებო, დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ავერსის კლინიკის სილზარღვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი პროფესორი ბატონი კახაკუნთელია. თემა კი გახლავთ შემდეგი. აორტის ანევრიზმა ჩვენ უპირატესწილად ყურადღებას გავამახვილებთ გულმკერდის აორტაზე და მის ნაწილებზე, რადგან მუცლის აორტის ანევრიზმა ალბათ ცალკე სასაუბრო თემაა. გავშიფროთ თუ რა არის ზოგადად ანევრიზმა, რა მიზეზები აპირობებს ამ პოტენციურად საკმაოდ მძიმე და სახიფათო დაავადების განვითარებას, რადგან ჩვენი სტუმარი დაგვეთანხმება, რომ ამ დაავადების არსებობის შემთხვევაში პაციენტები ექიმთან ხვდებიან პრინციპში უკვე მაშინ, როდესაც გართულებაა გამოვლენილი ამ პრობლემის და გართულება ძალიან სახიფათოა და შეიძლება სიცოცხლე საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს. როგორ უნდა ამოვიცნოთ აორტის ანევრიზმა, როდის უნდა მივაკითხოთ დროულად, როგორ ისმება დიაგნოზი ზოგადად და რა სამკურნალო საშუალებები არსებობს თანამედროვე ანგიოლოგიაში. ბატონ კახას მივესალმები, დიდ მადლობას გადავხთ იმ მოგზაურობისთვის გამარჯობა. ბატონ კახა, ძალიან მოკლედ სანამ უშუალოდ გადავალთ თემაზე აორტის ანევრიზმა და გავშიფრავთ რა პათოლოგიური წარმონაქმნი, ანატომიური წარმონაქმნი გახლავთ ეს, მოკლედ შევახსენოთ რადიო მსმენელებს რა არის აორტა, ფუნქციური თვალსაზრისით გულმკერდის აორტა რამდენად მნიშვნელოვანია და რა ფუნქციებს ასრულებს ზოგადად ეს სილზარღვე. ზოგადად ადამიანის ორგანიზმის ხოვიმყოფილობისთვის საჭიროა სხვადასხვა ნივთიერებებთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი ჟანგბადის მიწოდება. სისხლძარღვთა სისტემა რო გავყოთ ორ ნაწილად, ერთი არის ამ ჟანგბადის მომტანი სისტემა, რომელიც არის არტერიული სისტემა და მეორე არის წამღები, ასე ვთქვათ, უკვე ათვისებული ნივთიერებებისგან განტვირთული სისხლი უბრუნდება ცირკულაციას. პირველ სისტემას დავარქმევდი საირიგაციო სისტემას, ანუ არტერიული სისტემა ეს არის საირიგაციო სისტემა და მეორეს ვენურ სისტემას დავარქმევდი სადრენაჟო სისტემას, როგორც ეს ვთქვათ მორწყვის ფენომენი შეიძლება გაგებული იყოს მსმენელის მიერ. აორტა ეს არის ყველაზე დიდი მილი, საირიგაციო მილი, რომელიც გამოდის გულიდან და უზრუნველყოფს აბსოლუტურად მთელი ორგანიზმის სისხლის მომარაგებას. ანუ მორწყვას. თვალსები ის რამდენიმე შრისგან შედგება, ანუ ფენობრივად შედგება მის ანატომია. სამი შრისგან, რაც განაპირობებს მის სიმტკიცეს, მოგეხსენებათ აორტაში ძალიან დიდი წნევით მოძრაობს სისხლი და ბუნებრივია უნდა იყოს საკმაოდ მტკიცე. ამიტომ აორტის კედელში არის ჭარბად ელასტიური ბოჭკოები, რომელიც განაპირობებს მის სიმტკიცეს. შედგება სამი შრისგან, ეს არის შიგნითა შრე, რომელსაც სამედიცინო ტერმინოლოგიით ინტიმა ქვია, შუა შრე, ეგრეთ წოდებული მედია და გარეთა შრე ადვენტიცია, რომელიც ყველაზე კარგად არტერიულ სისტემაში არის განვითარებული აორტის შემთხვევაში და სწორედ სხვადასხვა დაავადებების დროს საკმაოდ მისი სიმტკიცე ძალიან ეხმარება პაციენტს რომ ფატალურად არ დამთავრდეს შემთხვევაში ესა თუ ის პრობლემა. მათ შორის ალბათ აორტის ანევრიზმაც ამ შემთხვევაში, რომელზეც ვსაუბრობთ, რას წარმოადგენს ეს პათოლოგია?
ანევრიზმა ყველაზე ხშირად საზოგადოებაში დაკავშირებული არის თავის ტვინში არსებულ ანევრიზმასთან, მართლაც საკმაოდ ხშირი არის და მისი გასკდომა ყველაზე ოპტიმისტურ სიტუაციაში დაკავშირებული არის ჰემორაგიულ ინსულტთან. და თით პროცენტში მთავრდება უეცარი სიკვდილით. ანევრიზმა ეს არის მარტივად რომ თქვათ სხვადასხვა დაავადების გამო, რომელიც შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი, ასე იგი ამ დაავადებების გამო გამოწვეული სისხლძარღვის კედლის გათხელება, მოდი ესე ვთქვათ. ხალხი უფრო ეძახის ამას ზედმეტსახელად ამ დაავადებას ბაბონს, რომელიც საბურავის გათხელებულ ადგილთან ასოცირდება. ნამდვილად საშიში დაავადება, სადაც კი არტერია არსებობს, აბსოლუტურად ყველა ორგანოში შეიძლება იყოს განვითარებული ანევრიზმა, მაგრამ იმის და მიხედვით, რამდენად სასიცოცხლო ფუნქცია აკისრი ამა თუ იმ ორგანოს, რომელშიც ეს ანევრიზმა შეიძლება გაჩნდეს, ამდენად საშიში ხდება ეს ანევრიზმა. აორტაში ლოკალიზებულ ანევრიზმას, მოდი გავამახვილოთ ყურადღება გუნკერდის აორტის ნაწილებზე, აღმავალი აორტა, რკალი და აღმავალი. რამდენად ხშირად აწყდებით ამ პრობლემას და დროის სიმცირიდან გამომდინარე მეორე კითხვასაც გავაერთიანებ. ვინ არის რისკ ჯგუფის პაციენტი აორტის ანევრიზმის განვითარების თვალსაზრისით? ყველაზე ხშირად აორტის ანევრიზმა ვითარდება ათეროსკლეროზული დაავადების ფონზე. ეს არის დაავადება, რომელიც აზიანებს ინტიმას და შიგნითა გარს, რომელიც სისხლძარღვის კედლის სიმტკიცეს ასუსტებს, მოკლედ ესე რომ ვთქვათ, და ამ სისუსტის ფონზე ყალიბდება შემდგომ გაფართოებული ადგილი, რომელსაც ანევრიზმა ეწოდება. სხვა მიზეზები რისკ ჯგუფის პაციენტები ამ შემთხვევაში ვინ სხვა მიზეზები არის ეგრეთ წოდებული ანთებითი დაავადებები, რომელიც ასევე თავისი შედეგობრივი გამოვლენით არის კედლის დამასუსტებელი და შემდეგ ანევრიზმის ჩამოყალიბებელი. ესეთი დაავადებები არსებობს დიდი ჯგუფი სისტემური დაავადებების, რომელიც თითქმის ყოველი მათგანი სისხლძარღვზე გავლენას ახდენს ამა თუ იმ დოზით და იწვევს ხშირ შემთხვევაში ანევრიზმის განვითარებას. ანუ ხალბად ამეთანხმებით რომ ერთ-ერთი ჯგუფი პაციენტებისა, ვისთანაც შედარებით უფრო მაღალია სხვა ხელშემწყობი ფაქტორების არსებობის შემთხვევაში აორტის ანევრიზმის განვითარება, ეს არის პაციენტები, ვინც არ აკონტროლებს მაღალ არტერიულ წნევას. რატომ ხდება ამ პრობლემის განვითარება შესაბამისი კონტინგენტის პაციენტებში? ერთ-ერთი რისკ ფაქტორს წარმოადგენს, მაგრამ აუცილებლად არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ცხიმოვანი ცვლის მოშლაც ხომ ხაზი გაუსვის სხვა რისკ ფაქტორების არსებობის შემთხვევაში და სხვათა შორის თამბაქოს მოხმარება პირველ ადგილზე არის. ანევრიზმის ზომა, როდესაც არ არის კრიტიკულს მიიღწეული და პაციენტი მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება და ყოველწლიურად იზომავს მისი ზრდის სისწრაფეს, დადგენილია, რომ წებელებში ანევრიზმის ზომაში მატების სიჩქარე ძალიან დიდია. აი სხვათა შორის თემა მოიტანა და ორი კითხვა შესაბამის საკითხიდან გამომდინარე დასმული. ბაბუას მუცლის აორტის ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს, ვიცი რომ ეს დაავადება ოპერაციით ინკურნება, თუმცა ექიმები თავს იკავებენ და გვირჩევენ დავაკვირდეთ პაციენტს. ამ დროს თუ არის რისკი იმისა, რომ გაგანიერებული აორტა დასკდეს? პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, სად არის ეს ანევრიზმა. თუ ეს ლაპარაკი არის ყველაზე გავრცელებულ დაავადებასთან, მუცლის აორტის ანევრიზმასთან, მუცლის აორტის ანევრიზმაზეა საუბარი. მუცლის აორტის ანევრიზმა თუ არის, ასეთ შემთხვევაში არსებობს ძალიან მარტივი წესი. თუ მუცლის აორტის ანევრიზმა იწვევს სიმპტომებს, ანუ ეს შეიძლება იყოს ტკივილი, მეზობელ ორგანოებზე ზეწოლის გამო სხვადასხვა სახის სიმპტომები, ხო? ასეთ შემთხვევაში პაციენტი არის საოპერაციო. წესი ნომერი მეორე ეს არის, რომ შეიძლება
ანევრიზმა იყოს ასიმპტომური, ანუ არანაირ ჩიულს არ იწვევდეს პაციენტში სიმპტომატიკას, მაგრამ იყოს დიდი ზომის და ეს ზომა არის 5 სანტიმეტრი და ზევით. ანუ თუ პაციენტს აქვს ანევრიზმა, რომელიც არ აწუხებს მას და არის 4 სანტიმეტრის, ხო? შეიძლება მთელი ცხოვრება ჰქონდეს 4 სანტიმეტრის ანევრიზმა და არანაირი გართულება არ პერიოდულად მოითხოვს დაკვირვებას და კონტროლს ამ შემთხვევაში. პერიოდულობით აუცილებლად ან 6 თვეში ერთჯერ ანევრიზმის ფორმასაც გააჩნია და დაავადებას არის ანთებითი ანევრიზმები, ესეთი ცუდი გეომეტრიის მქონე ანევრიზმები არსებობს. ეგრეთ წოდებული, რა ვიცი, რამდენად საინტერესო პენეტრირებული წყლულით თუ არის ანევრიზმა, მაშინ მისი მკურნალობა უნდა დაჩქარდეს რა, იმიტომ რომ გასკდომის რისკს ეს ზრდის. ანუ არა მარტო ზომა, არამედ მისი ფორმა და კედლის რღვევის თავისებურება. ხო, ანუ 5 სანტიმეტრის თუ არის ან მეტი უნდა გაკეთდეს და წესი ნომერი მესამე. თუ 5 სანტიმეტრიან ზღვარზე მცირე ზომის არის ანევრიზმა, მაგრამ ბოლო 1 წლის განმავლობაში გაიზარდა 1 სანტიმეტრით ან მეტით, მაგალითად იყო 35 მილიმეტრი, ხო? და 1 წელიწადში გახდა 45 მილიმეტრი. ეს ანევრიზმა უკვე არის სასწრაფო საოპერაციო, იმიტომ რომ არის სწრაფი ზრდა, რაც იმის მიმანიშნებელი არის, რომ ეს ანევრიზმა მალე გასკდება. და კიდევ ერთი კითხვა პაციენტს დაუდგინეს. აორტის ანევრიზმა ის წლების განმავლობაში, აი პრინციპში ეხმაურება ჩვენს საკითხს, ის წლების განმავლობაში ატარებდა მაღალ წნევას, სხვა არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. შეიძლება თუ არა ამ გარემოებას გამოეწვია ეს პათოლოგია. ხო, ну მარტო მაღალი წნევა არ არის დადგენილი, რომ აუცილებლად იწვევს ანევრიზმის გაჩენას. ხო, სხვა ფაქტორებიც უნდა ახლავდეს მას და აუცილებლად გენეტიკური ფაქტორიც ამაში იღებს მონაწილეობას, როდესაც პაციენტი წინასწარ განწყობილია ამათ დაავადებისადმი. მამა 45 წლის ასაკში გარდაიცვალა აორტის გასკდომის გამო, არის თუ არა იმის რისკი, რომ ეს პათოლოგია შთამომავლობით გადადიოდეს და რამდენად რისკის ქვეშ არიან ამ პიროვნების შვილები? ამ პიროვნების შვილები უნდა იყვნენ ფრთხილად, რაღაც განსაკუთრებულ გენეტიკურ დაავადებას არ წარმოადგენს ანევრიზმა, თუმცა შეიძლება იყოს მიდრეკილება, რომელიც სულ უნდა ახსოვდეთ და პირველ რიგში უნდა მოერიდონ თამბაქოს, ჭარბწონას, მაღალი წნევის ციფრებს და იქ არის რამდენიმე ფაქტორი კიდე, რომელიც დაიცავს აუცილებლად მათ შვილებს ამ დაავადებისგან. ძალიან საინტერესო კითხვაა, რომელიც უშუალოდ კლინიკურ გამოვლინებას ეხება, ამიტომ მოდით გადაცემის მეორე ნაწილში დავსვათ ეს კითხვა და შესაბამისად კლინიკურ თავისებურებაზეც ვისაუბროთ აორტის ანევრიზმის. მე შეგახსენებ, დღეს საუბრობთ თემაზე აორტის ანევრიზმა, ბატონი კახა ქუნთელია ჩვენი სტუმარი. პატარა სარეკლამო ჭრილის შემდგომ დაგიბრუნდებით. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. გრძელდება მეგობრებო, იმედის კლინიკა, ჩვენ ვსაუბრობთ ბატონ კახა ქუნთელიასთან, თემა აორტის ანევრიზმა. ბატონო კახა, მოდით როგორ შევთანხმდით ის კითხვა დავსვათ, რომელიც კლინიკურ სურათს შეეხება და შემდგომში უკვე საინტერესო სიმპტომატიკასაც გამოვახვილოთ. ყურადღება 67 წლის კაცს გულის ძლიერი ტკივილის გამო დაუსვეს ინფარქტის დიაგნოზი, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მას აორტა გასკდომია და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს. შეიძლება თუ არა ინფარქტი ამ დაავადებაში აგვერიოს? ამ დაავადებაში? ანუ აორტის ანევრიზმაშია, აგვერიოს. ლაპარაკი არის გუნკერდეს სავარაუდოდ ალბათ დისექცია იყო, სავარაუდოდ, რადგან ეს ძლიერი ტკივილის მომენტი არსებობდა. ინფარქტს აქვს ერთი ძალიან ცუდი თვისება, რომ qovoltvis არ არის ეგრეთ წოდებული chest pain. ანუ ტკივილი გულის არეში, მოდით ასე ვთქვათ. ტკივილი გულის არეში, თუ რა შეიძლება რომ იმ დროს პაციენტი მყავდა, რომელსაც სტენოკარდიული შეტევა ჰქონდა და ჰქონდა ძლიერი ტკივილი მარჯვენა მხრის სახსარში.
ესე ბოდიში სიტყვას გაწყვეტინოთ, მე ყველაზე საინტერესო кейსი და ამბავი მახსოვს, რომელიც მომსწრე მე ვარ, ტიპიური მიოკარდიუმის უავე ინფარქტის სურათი კარდიოგრამაზე, ადამიანს ტკივილი ჰქონდა წელის მიდამოში, თითქმის საპროექციო არეში. თუმცა საბოლოოდ ის დიაგნოზი, რაზეც იყო ეჭვი მიოკარდიუმის ინფარქტი, მას დაუდასტურდა. ლიტერატურაში ცნობილია, რომ სტენოკარდიის ტკივილის ატიპიური მდგომარეობის დროს კბილის ექსტრაქციაც კი გაუკეთებიათ, ანუ კბილი ტკიოდა პაციენტს. ტიპიური არის აი მარცხენა ხელის მეოთხე მეხუთე თითის გაყოლებაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რა. როდესაც ესეთი გაუგებარი გენეზის ტკივილია, თუნდაც მუცელში წელის არეში ბეჭებს შორის მხრის მარჯვენა ხელის აფერშუაში, მარჯვენა ხელის არეში, ხო? პირველი უნდა ასეთ სიტუაციაში კარდიოლოგის კონსულტაცია ჩაუტაროთ პაციენტს და გამოვრიცხოთ ინფარქტის არსებობა, რომელიც არის ეგრეთ წოდებული ქილერი დაავადება არის, ხო? ზუსტად იგივე წესი მუშაობს ანევრიზმის შემთხვევაში. ვინაიდან ათეროსკლეროზი აზიანებს როგორც გულის სისხლძარღვას და ასევე აორტას, ხო, შეიძლება იყოს თანხვედრა ამ ორი დაავადების. ქონდა ამასწინებზე შემთხვევა, როდესაც მუცლის არეში ძლიერი ტკივილები შემოვიდა პაციენტი, გაუკეთა შესაბამისი გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ აქვს მართლა აორტის ანევრიზმა, მაგრამ ჩვენ მივიტანეთ ეჭვი, რომ ეს ანევრიზმა არ იყო ტკივილის მიზეზი. სწრაფად გამოვიკვლიეთ გულის მდგომარეობა და ნამდვილად დადასტურდა, რომ პაციენტს ჰქონდა გულის ისემიური დაავადება, მისი გამწვავება და გადავიყვანეთ კარდიოლოგიურ კლინიკაში, სადაც მას გაუკეთდა სასწრაფო წესით კორონარული არტერიების სტენტირება. 4 სტენტი ჩაუყენეთ. და გადარჩა ის პაციენტი, შემდგომში დავიბარეთ გეგმურად უკვე რამდენიმე კვირაში და გაუკეთეთ მუცლის აორტის ანევრიზმის ოპერაცია და დღესდღეობით ის ადამიანი ძალიან კარგად არის და მოკლედ, რაც შეეხება კლინიკურ გამოვლინებებს, სამწუხაროდ აორტის ანევრიზმა არის და ისეთი დაავადება, რომელიც ძალიან ხშირად კლინიკურ გამოვლინებას არ იძლევა თუ არ არის გართულება და გართულების შემთხვევაში უკვე დრო ძალიან ცოტა აქვს ექიმს, რათა ელემენტარულ პაციენტის სიცოცხლისთვის იბრძოლოს. რა კლინიკურ სიმპტომებს უნდა მიექცეს ყურადღება, რომ თუნდაც არ გამორჩეს თვალთახედვიდან პაციენტს დროულად მიმართოს ექიმს, განსაკუთრებით იმ პაციენტს, ვინც მაღალი რისკის ჯგუფში იმყოფება. ნებისმიერი ასეთი შემთხვევა არის ეგრეთ წოდებული emergency შემთხვევა. ლაპარაკი არის ალბათ აორტის გასკდომაზე, რომელსაც ყურადღების მიქცევა განსაკუთრებული არ ჭირდება, იმიტომ რომ თვითონ სიმპტომატიკა მიგაქცევინებს ყურადღებას. ეს არის მწვავე მუცელი. ძლიერი ტკივილი წელის არეში, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ახლავს წნების ვარდნა, ეგრეთ წოდებული კოლაფსი, გონების კარგვა და ამას შეიძლება თან ახლდეს სხვადასხვა ესეთი სიმპტომატიკა, რომელიც შორს წაგვიყვანს ახლა. პაციენტი რომელსაც ეჭვი მიტანილი არის აორტის ანევრიზმის გასკდომაზე, თუ ამას დრო და მისი ზოგადი მდგომარეობა ეძლევა საშუალებას, აუცილებლად უნდა გაუკეთეს კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც ექიმს ეხმარება ოპერაციის დაგეგმარებაში და ნახულობს აორტის ანევრიზმის სწორ ლოკალიზაციას და ეს ათავისუფლებს მას ინტრაოპერაციული სურპრიზებისგან. მაგრამ თუ პაციენტი არასტაბილურია, აქტიური სისხლდენის ფონზე შემოვიდა კლინიკაში, პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს უნდა გაიხსნას მუცლის ღრუ ან გულმკერდის ღრუ და უნდა გაჩერდეს სისხლდენა. არანაირი კვლევის დრო ასეთ შემთხვევაში არ არის. არსებობს გამსხდარი ანევრიზმა, ოღონდ სტაბილური. ამას ქვია, ამას ეძახიან დატამპონებულ ანევრიზმას. მოგეხსენებათ, აორტა არის ვიწრო სივრცეში, რომელსაც ქვია რეტროპერიტონიუმი და მასზე არის მტკიცე ფასია გადაკრული და ხშირ შემთხვევაში
თუ გასკდომა არ არის ინტრააბდომინალური, ანუ მუცელში არ ხდება ანევრიზმა და ხდება რეტროპერიტონიუმში, ანუ აი ამ დახურულ სივრცეში, ასეთ სიტუაციაში უმეტეს შემთხვევაში ანევრიზმა თვით ტამპონირებას განიცდის. ანუ დაღვრილი სისხლი აწვება გარედან იხვრელს ღრუში არსებული სიძარღვის შიგნით არსებულ წნევას და უკვე სისხლი აღარ გამოედინება, მაგრამ ამ ესე იგი ტრომს ახასიათებს ერთი ამ შემთხვევაში ცუდი თვისება, რომ იჭმოხნება მომდევნო საათების განმავლობაში ან იფანტება ნელ-ნელა მრგვალ ქსოვილებში და როგორც კი რეტროპერიტონიუმში წნევა დაიწევს, ისევ მოხდება სისხლდენა, რომელიც შეიძლება უკვე ფატალური იყოს. ამიტომ აი ესეთი დატამპონებული ანევრიზმის სწრაფი გამოკვლევა უნდა მოხდეს კლინიკაში და მისი ოპერაციული მკურნალობის საკითხი დაისვას და გაკეთდეს რაც შეიძლება სწრაფად. ნებისმიერ შემთხვევაში ერთი საკითხი არის დამტკიცებული და ეს არის აქსიომა. აორტის ანევრიზმა პოტენციურად ყოველთვის სახიფათო დაავადებად ითვლება და ყოველთვის აუცილებლად მოითხოვს ანგიოლოგის მუდმივი კონტროლს და გარდამოდებულ ჩარევას გართულებების შემთხვევაში. ჩვენ რამდენიმე დაახლოებით 3 კითხვა დაგვჭირდა, რომელიც მსმენელმა დასვა და არ გაგვიცია პასუხი, ამ კითხვებსაც გავცე და ნელ-ნელა დასასრულისკენ წავიყვანოთ გადაცემა. ფეხების ძლიერი ტკივილის გამო ვიყავი სილზარღვის ექიმთან და დამისვა ასეთი დიაგნოზი: ლერიშის სინდრომი და მითხრა საოპერაციოა. ზუსტად ვერ გავიგე რა დაავადებაა და რატომ ჭირდება ოპერაცია. ლერიშის სინდრომი ეს ისტორიული სახელი არის, ცნობილი სიზარღვთა ექიმის ლერიშის სახელი დაერქვა ამ სინდრომს. ეს არის აორტისა და მისი განტოტებების სტენოოკლუზური, ანუ შევიწროებისა და დახურვის დაავადება არის. ასეთ შემთხვევაში ქვემო კიდურებში და მენჯის ორგანოებში შეზღუდულად მიეწოდება სისხლი პაციენტს და ამის განკურნების ძალიან კარგი თანამედროვე მეთოდები არსებობს. მოგეხსენებათ ენდოვასკულარული, ანუ სისხლძარღვის შიდა ქირურგია არსებობს ესეთი, რომლის გამოყენებით შეიძლება სისხლძარღვების გაბურღვა და მათში სტენტების ჩაყენება, რომელსაც ვეძახით რეკანალიზაციას და რეკანალიზაციის შედეგად თავისუფლად შეიძლება ლერიშის სინდრომის მქონე ადამიანს ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა, რომელიც დიდ შვებას მისცემს მას. შემდეგი კითხვა: მეზობლის კაცი 60 წლის ასაკში მოკვდა უეცრად ტვინში სისხლის ჩაქცევით. რამდენიმე თვის წინ მისი შვილი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა ასევე ტვინში სისხლის ჩაქცევით. ექიმებმა თქვეს ტვინის სილზარღვების ანევრიზმა იყო. ეს დაავადება გენეტიკურად გადადის თუ არა? ცოტა რთული სიტუაციაა. არა, აი მოკლედ გეტყვით, საერთოდ როდესაც სისხლდენა ვითარდება სადღაც, ეს არის ან იმ მილის დაზიანება, ეგრეთ წოდებული სისხლძარღვის დაზიანების ბრალი, ან სისხლის გათხელების ბრალი, რომელსაც შეუძლია რომ სისხლის კედლის ბარიერი გადალახოს. ამ შემთხვევაში უნდა გამოკვლეული იქნეს, ხო არ არის ოჯახური სისხლის დაავადება, რომელსაც მიუყვებართ სისხლის გათხელებამდე და შემდეგ სხვადასხვა სახის ჩაქცევებთან. და ასევე უნდა იქნეს გამოკვლეული სისხლძარღვები, ხო არ არის რაღაცა, აი ზემოთ ვახსენეთ სისტემური დაავადება, რომელიც ასევე გენეტიკური არის და ხო აი ოჯახისთვის დამახასიათებელი რამე გენეტიკური დაავადება. აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს სხვა ოჯახის წევრებმა, როგორც სისხლი, ასევე სისხლძარღვები. მადლობ რადიო მსმენელებს დასმული კითხვებისთვის. ჩვენ წუთნახევარი დაგვრჩა მაქსიმუმ გადაცემის დასრულებამდე და ორი სიტყვით მკურნალობის თანამედროვე მეთოდები რა გამოიყენება აორტის ანევრიზმის და მისი გართულებების შემთხვევაში. ბოლო წლების უდიდეს მიღწევას წარმოადგენს ზემოხსენებული ენდოვასკულარული ქირურგია. ეს არის სტენტებით და ეგრეთ წოდებული დაფარული სტენტებით სხვადასხვა სიზარღვოვანი დაავადებების მკურნალობა. ეს არის უსისხლო მეთოდი, როდესაც ორგანიზმში, ამ შემთხვევაში ანევრიზმაზე ვილაპარაკოთ ჯობია, გაკვეთის გარეშე, მუცელკვეთის გარეშე და ქირურგიული ტექნიკის გამოყენების გარეშე ხდება ჩანერგვა ანევრიზმის მიდამოში
სპეციალური სტენდ გრაფტის, რომელიც სრულად აჯანმრთელებს ესეთ ადამიანს. პროცედურა მიმდინარეობს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, თუ ძალიან რთული ფორმა არ აქვს ამ ანევრიზმას და რამე დამატებითი ჩარევები არ არის საჭირო და პაციენტი 24 საათის შემდეგ ეწერება ბინაზე გამოჯანმრთელებული. როდესაც ღია წესით მკურნალობის დროს, რამდენიმე წლის წინ სანამ ეს მეთოდები დაინერგებოდა, პაციენტს უკეთებდით ანალოგიურ ოპერაციას მუცელზე კვეთით. მინიმუმ 2 დღე იმყოფებოდა რეანიმაციის განყოფილებაში პოსტოპერაციულ პერიოდში და საავადმყოფოში დაყოფდა დაახლოებით 10 დღეს და გართულებები გულის მხრივ, თირკმელების მხრივ და სხვა ორგანოების მხრივ 10 ჯერ უფრო მეტი იყო ვიდრე სტენტის იმპლანტაციის დროს. ეს მეთოდი ნამდვილად მეცნიერების და ექიმების ძალიან დიდი მიღწევა არის ბოლო წლების და საბედნიეროდ საქართველოში დანერგილია, სერიულად კეთდება და სასურველია რომ უფრო ხშირი იყოს ამ მეთოდის გამოყენება და იმედს ვიქონიებთ რომ ასეც იქნება მომდევნო წლებში. ძალიან დიდი მადლობა. მოდით ამ იმედი დავასრულოთ დღევანდელი გამოშვება. დღეს ვსაუბრობდით თემაზე აორტის ანევრიზმა. ბატონი კახა კუნთელი იყო ჩვენი სტუმარი, აორტის კლინიკის სილზავრთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და მე აქვე დავაანონსებ რომ უახლოეს პერიოდში ძალიან საინტერესო ანგიოლოგიურ საკითხებზე და მკურნალობის ძალიან საინტერესო მეთოდებზე მოვამზადებთ გადაცემებს და ამ გადაცემებს აუცილებლად მოისმენთ იმედის კლინიკის მსმენელები. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ. დღეს ამით დავასრულოთ გამოშვება, ერთმანეთს მომავალ კვირაში შევხვდებით. ნახვამდის. კარგად გრძელდება. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი.